როდესაც ობიექტების ამოჭრას და კოპირებას ვწავლობდით, ვნახეთ, რომ მაუსის მარცხენა კლავიშით შეიძლება ობიექტი ერთი ფანჯრიდან გადავაადგილოთ მეორეში. ეს შეიძლება გავაკეთოთ უბრალოდ ობიექტის გადასაადგილებადაც. მაგალითად, Recycle Bin მინდა იყოს სამუშაო მაგიდის მარჯვენა ქვედა კუთხეში. ამისათვის მე მას გავუწყაბუნებ ისევ მაუსის მარცხენა კლავიშს, არ გავუშვებ ხელს და გადავათრევ სასურველ ადგილას. ასე შეიძლება გადავიტანოთ ნებისმიერი ობიექტი ნებისმიერ ფანჯარაში. გარდა ამისა, Windows-ი მთავაზობს ობიექტების დალაგებას სხვადასხვა პრინციპით. ამისათვის გამოგვაქვს კონტექსტური მენიუ და ვირჩევთ ბრძანებას Arrange Icons. აქ კი ვირჩევთ პრინციპს, რომლის მიხედვითაც გვინდა ობიექტების დალაგება. Name დაალაგებს სახელების მიხედვით, Size ზომის მიხედვით, Type ტიპის მიხედვით, Modified მოდიფიცირების თარიღის მიხედვით. Auto Arrange კი არ ითვალისწინებს არანაირ პრინციპს და უბრალოდ დაალაგებს იკონებს მარცხენა მხარეს. აღსანიშნავია, რომ როდესაც ეს რეჟიმი ჩართულია, შეუძლებელია იკონების ხელით გადატანა. მათი თავისუფალი გადაადგილებისათვის საჭიროა ეს რეჟიმი გამოვთოთ, რაც იგივე გზით ხდება, როგორც მისი ჩართვა. ახლა უკვე ნებისმიერ ადგილზე შემიძლია გადავიტანო ისევ იკონები. Align to Grid დაალაგებს ობიექტებს ბადეში. და კიდევ, ჩვენ შეგვიძლია საერთოდ არ ვაჩვენოთ სამუშაო მაგიდის იკონები, თუ კი გამოვთავთ ოფციას Show Desktop Icons. რა თქმა უნდა, ისევ საჩვენებლად შევდივართ ისევ კონტექსტურ მენიუში და ვთავთ იგივე ფუნქციას.